საღამომშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია გადაცემა ნაცნობი სახეები. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ, თქვენთვის მეტად საინტერესო პიროვნება, ახალგაზრდა ნიჭიერი მომღერალი გურამ პაპუაშვილი, უფრო დაწვრილებით კი მის შესახებ ჩვენი გადაცემიდან შეიტყობთ. ასე რომ აუცილებლად დარჩით ჩვენთან ერთად. ბლიც ანკეტა. დაბადების ადგილი ქალაქი თბილისი, ზოდიაქოს ნიშანი კურო, საყვარელი საჭმელი ხინკალი, საყვარელი სასმელი ვისკი, საყვარელი მომღერალი გოგი დოლიძე, საყვარელი მწერლები ილია აკაკი ვაჟა. წელიწადის საყვარელი დრო, გაზაფხული, საყვარელი ფერი თეთრი, ჰობი ფეხბურთი. ბიოგრაფიული შტრიხები. გურამ პაპუაშვილი დაიბადა 1984 წლის 11 მაისს, დაამთავრა გორის პირველი საშუალო სკოლა, დამთავრებული აქვს გორის პირველი სამუსიკო სკოლა. იგი არის ვოკალისტი, ქართული ხალხური სიმღერების, საესტრადო და პოპულარული კლასიკური სიმღერების შემსრულებელი. გორის ვაჟთა ხალხური სიმღერის გუნდის სოლისტი, მიღწეული წარმატებები 1993 წელს უცხოური ენების მოყვარულთა საქალაქო კონკურსებზე გამარჯვებული, 1995 წელს ხალხური შემოქმედების რესპუბლიკურ ფესტივალში გამარჯვებული, 1995 წელს საესტრადო სიმღერის რესპუბლიკური კონკურსის ოქროს შემოდგომას ლაურეატი და მესამე პრიზის მფლობელი, 1996 წელს საესტრადო სიმღერის პირველი რესპუბლიკური ფესტივალის გაზაფხულის ზარების ლაურეატი და გოგი დოლიძის სახელობის სპეციალური პრემიის მფლობელი. 1996 წელს ბორჯომის საერთაშორისო ფესტივალზე იგი ხდება ბროლის ნაძვის მეორე პრიზის მფლობელი და საუკეთესო ვოკალისტის ტიტულის მფლობელი. 1997 წელს პირველი აღმოჩენილ დელფიადის ლაურეატი და სერტიფიკატის მფლობელი, 1998 წლის ვარნის საერთაშორისო ფესტივალის პირველი პრიზის მფლობელი გორის ვაჟთა გუნდთან ერთად, 1996-97 წლებში ჩართული იყო სახელმწიფო პროგრამაში საქართველოს მომავალი, აქტიური მონაწილეობისათვის დაჯილდოებულია დიპლომით, 1998-99 2004 წლებში მიწვეული იყო ლიგანში და გრიგოლეთში ახალგაზრდა შემოქმედთა პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებში. ამჟამად არის გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის მეხუთე კურსის სტუდენტი. პაპს დედა ქეთევან გელაშვილი, მამა გია პაპუაშვილი, ძმა პაპუნა, ბებო რუსუდან მარგველაშვილი. იგი ბავშვობაში საკმაოდ სერიოზული, დინჯი, ჭკვიანი და მოწესრიგებული ბავშვი იყო. 6 თვიდან შენიშნეთ მშობლებმა, რომ პატარა გურამს განსაკუთრებული სმენა ჰქონდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლაპარაკზე ადრე სიმღერა დაიწყო. ღეროდა საბავშვო ბაღში, სკოლაში. მშობლებმა მიიყვანეს გორში პირველ სამუსიკო სკოლაში, ფორტეპიანოს კლასში. გურიკა პროფესიონალ მომღერლად პედაგოგმა ქეთევან ქუმსიაშვილმა ჩამოაყალიბა. იგი სკოლაში მე-6 კლასამდე კარგად სწავლობდა. შემდეგ კი ძალიან დატვირთული რეჟიმით უწევდა ცხოვრება და ამიტომაც ცოტა მოიკოჭლა. თუმცა პედაგოგები მას კარგი ნიშნებით მაინც ანებივრებდნენ მის მიერ შესრულებული სიმღერების წყალობით. მან იურიდიულზე ჩააბარა გორის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სურს, რომ კარგი ადვოკატი გახდეს. ბავშვი ეხლა როგორც ყველა ბავშვი ცელკი, მაგრამ ზომიერად რა თქმა უნდა. კარგი ბავშვობა მქონდა, მშობლები მისმოყვნენ ხელს ყველაფერში და ჩემი სიმღერით თავი მოვაწონე ახლა ბავშვთა ფედერაციას და ყოველ ზაფხულს 2 წელი მიდიოდა ეს სხვაზე დასვენება და შემდეგ იყო ხოლმე ბორჯომში ხან ლიგანში. მე თვითონ არ მახსოვს როდის აღმოვაჩინე, იმიტომ რომ ძალიან ღრმა ბავშვობიდან მღერი ვარ. როგორც მშობლები იძახიან ხოლმე, 6 თვის იყავი უპირველად, რომ აღიღინდიო. ხო და მე საბავშვო ბაღში მღეროდი ხოლმე და მე უკვე გამოჩნდა ქეთინა ქუმსიაშვილი და იმასთან დღემდე ვემზადები სიმღერაში და ძალიან დიდ სამსახურს მიწევს. ძალიან მეხმარება. სკოლაში როგორ მასწავლებელი ყავი, როგორ უთავსებდი სიმღერას და ახლა ვერ დავიტრაბახებ სკოლაში, კარგად ვსწავლობდი მეთქი, იმიტომ რომ მე-6 კლასამდე მართლა კარგად ვსწავლობდი, მაგრამ მე უკვე დაიწყო ისეთი პერიოდი, რომ უკვე სულ კონცერტები და სულ გასტროლები და სულ ეგეთ რაღაცები მქონდა და გარკვეულწილად მასწავლებელი მიწევდნენ ხოლმე შეღავაც. ახლა 1-2 სიმღერას ვიმღერებდი ხოლმე სკოლაშიც რაღაც ღონისძიებაზე და ნიშნები გარანტირებული მქონდა. რაც შეეხება ჩვენს პროფესიულ არჩევას, მე იურისტი ხარ და ცოტა იყოს კიდე გითხრა, რომ გამიკვირდა, აი რატომ არა ერთი თქოს რატომაიჩი იურისტობა და არა იურისტობა იმიტომ ავირჩიე პირველ რიგში, რომ მომწონს თვითონ ეს პროფესია. ვაპირებ, რომ გავაგრძელო იურისტობა, ადვოკატი მინდა რომ გამოვიდე. თუ რა თქმა უნდა, პირობები იქნება შესაბამისი და მომღერლობასაც შევსაბამებ ამ ყველაფერს რა. ერთმანეთს მე მგონი ხელს არ შეუჩლის. როგორც ცნობილია, გურამი ნუცეს სკოლის მეორე გამოშვების ერთ-ერთი ფინალისტი იყო.
გორელ გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ ნუცეს სკოლაში გურამ პაპუაშვილის მიერ შესრულებული სიმღერები, რომლებიც ძირითადად რომანსები ან ქალაქური სიმღერები იყო. გაზაფხული შემოსულალე რია აუდეხავთ ჩიტეს მე გიყიდი წითელ ყვითელ ჩიტეს თეთრი დილო მომიკარგეშე მე გიყიდი წითელ ყვითელ ჩიტეს გაზაფხული შემოსულალე მოგანადრეს ათივი და დღე სუნი კუცლით გასრესილია წლის შორს გუმბათი ბეთანის დაძრის დაცისფერი უბორგილო დღე გაზაფხული შემოსულალე გაზაფხული შემოსულალე ათი აღარ გაგაჩერებში ათი ოჯახს ვერ დარქმევდილეს კვირცხლი ბიჭი შევყენებილით ძევარივით წავიბრუნეთი გაზაფხული შემოსულალე გაზაფხული შემოსულალე გურამმა ნუცეს სკოლის შესარჩევ კასტინგში მიიღო მონაწილეობა. შვიდეს კონკურსს არტიდან შეერჩეს 30 ახალგაზრდა, რომელთა შორის ისიც აღმოჩნდა. ამ კონკურსის მსვლელობისას ის გორელი გულშემატკივრების დიდ მხარდაჭერასა და თანადგომას გრძნობდა. დღეს იგი ყველას დიდ მადლობას უძღვნის. ახალგაზრდა მომღერალი კონკურსის შემდეგ უფრო თავდაჯერებული გახდა. პროფესიონალური თვალსაზრისითაც უფრო დაიხვეწა. გორიდან იყო ძალიან ბევრი ზარები. თვითონ იმედში მეუბნეოდნენ, რომ რაც ზარები შემოდისო, 80% არისო გორიდანო. ეს უკვე ყველაფერს ნიშნავს, იმიტომ რომ გორელებს აი მოწონდი, ეხლა რო არ მოსწონებოდი, შეიძლება იმიტომაც გამოიშვათ, რომ მარტო გორელია, მაგრამ ეთყობა მოწონდი კიდევაც, იმიტომ რომ თვითონ ეს 80% უკვე ბევრია. აი ეხლა მე ხო არავინ არ მიცნობს გორის გარება სიტყვაზე რო ვთქვათ, ხო? იქით კი ნათესავები აქეთ-იქით, მაგრამ ეს 20%-იც ხო ძალიან ბევრი არის. ერთ დღეს იყო ესეთი ის, რომ დავაგროვე 2300 ხმა რაღაც ეგრე რა, ზარი, 2300 ზარი და აქედან იყო 2000 გორიდა. ასე რომ გორელებს უყარხართ და კი და ძალიან დიდი მადლობა, როცა საშუალება მაქვს ხოლმე ტელევიზიით იქნება თუ გაზეთით იქნება, ყოველთვის გორელ გულშემატკივარს უხდი ხოლმე დიდ მადლობას. ამისთვის რომ დამეხმარნენ რომ გავსულიყავი ფინალში. ერთხელ უნდა გამერჩია კლიპი. ნახევარფინალი იყო. დილით ავდექი მოემზადე. საერთოდ 6 საათზე ვიღვიძებდი ხოლმე, იმიტომ რომ 9 საათზე უკვე პირდაპირ ეთერი უნდა დაწყებულიყო და მომზადება უნდა მას ხმა უნდა მოემზადოს დილით სიმღერა ძალიან ძნელია და ერთხელაც ცოტა გვიან ავდექი თავისუფლება მივეცი, რომ მეთქი დღეს სასიმღერო არა მაქვს, ხმას არ სჭირდება გაღვიძება და გვიან წავალთქო. გამოვედი და ეხლა მაინც მეძინება რა. ეგრე იყო და ჩავჯექი სამარშრუტო ტაქსში და მგონია რომ მივდივარ იმედში და ჩამეძინა რა სამარშრუტო ტაქსში და გავახილე თვალები და ვარ ავლაბარში და ტელეკომპანია იმედი კიდევ არის დიღომში, ქალაქის თავი და ქალაქის ბოლო და უკვე არის 9 უკლია 5 წუთი. ხო და რა ვქნა და იქიდან მირეკავენ საათ ხარ და როგორც იქნა მივედი და აღარ მიშვებენ ახლა პირდაპირ ეთერში უკვე იწყება გადაცემა და როგორც იქნა მე ჩვენმა რეჟისორმა ბესო სოლომანაშვილმა შემაპარა საიდანაც და შევედი და დავდექი და დავისვენე ამოვისუნკე ყველაფრის გარეშე მაკიაჟის და
აი გრიმის გარეშე ეგრევე შევარდი პირდაპირ ეთერში. ახალგაზრდა მომღერალის ყველაზე აქტიური გულშემატკივრები, რა თქმა უნდა, მისი ოჯახის წევრები არიან. მათთან სტუმრობისას ჩვენ გავიცანით გურამის დედა ქალბატონი ქეთინი, ბებია ქალბატონი რუსუდანი. ისინი ბუდახტილად გვესაუბრებიან გურამის პიროვნულ თვისებებზე და არც იმ ნერვიულობებს ირიწყებენ, რომლებიც სხვადასხვა კონკურსებზე და ფესტივალებზე გურამის გამო გადაიტანეს. გურამი პატარაობიდან უპრობლემო ბავშვი იყო. ძალიან ჭკვიანი, მოწესრიგებული. რაც შეეხება სიმღერის ნიშს, ძალიან მცირე ასაკში, 6 თვიდან ვატყობთ, რომ სმენა ჰქონდა რითმის შეგრძნება. მერე თანდათან ასაკის მომატებასთან ერთად მეტყველება რომ დაიწყო, უკვე სიმღერაც. თუმცა შეიძლება ითქვას ცოტა ესეთ პირდაპირი გაგებითაც არა, მაგრამ შეიძლება ესეთაც, რომ ლაპარაკზე ადრე სიმღერა დაიწყო. სულ მღეროდა. ჭამის დროს, თამაშის დროს, ვიცი და შეძლების დაგვარად უკვე რომ შევატყეთ, რომ ამ ბავშვს ჰქონდა ნიჭი მუსიკალური, გადავწყვეტეთ მეგვეცა პროფესიული განათლება და მივიყვანეთ მუსიკალურ სკოლაში, ბანუ მურატელის სახელობის პირველ მუსიკალურ სკოლაში და 7 წლები დაამთავრა. პარალელურად პატარაობიდანვე იღებდა მონაწილეობას კონკურსებში, ჩატარდა უცხოენოვანი კონკურსი, პირველი კონკურსი, სადაც მონაწილეობა მიიღო, უნდა შესრულებულიყო უცხოურ ენაზე სიმღერა და საბავშვო ბაღის მასწავლებელმა, ჩემმა მეგობარმა მარინა იარღანაშვილმა მოსწავლეთა სასახლეში ამღერა ორი ინგლისური სიმღერა და იქ პირველი ადგილი დაიკავა. ეს იყო ძალიან პატარა, მესამე კლასში იყო. მე უკვე თითქოს აზარტში შევედით ჩვენც, რომ გვინდოდა ეს ბავშვი უფრო წინ წასულიყო და მივიყვანეთ პროფესიონალ ვოკალისტთან, ქალბატონ ქეთევან კუმციაშვილთან 8 წლის ასაკში. იმ დღიდან მოყოლებული გურიკა უკვე თავიდან დაიწყო წარმატებებით და მერე უფრო დიდი წარმატებები მოვიდა. ძალიან ბევრ ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა, ბევრ კონკურსზე. და წარმატებელი არსაიდან არ დაბრუნებულა. ყველა ამ ფესტივალს, ყველა ამ კონკურსს ახდა ყოველთვის ძალიან დიდი განცდა და თან ძალიან დიდი სიხარული. შვილიშვილმა თუ ვისიმე გულის გული გაიარა, პირველთა შორის ეს გურიკას ბებია. აღმზრდელისა და გულშემატკივარის განსახიერება ქალბატონი რუსუდანი. აღნიშნ სულში უმარდარწმუნდებით, როცა მოისმენთ მის მადლიერ სიტყვებს, მიმართულს მადამი, ვინც მის შვილიშვილს ოდნავ ზრუნვაც კი გაუწია. ბებიას წამითაც არ ავწყობა გურიკას უპრეტენზიო, ძიცულოვანი ხასიათი და მას შემდგომ დიდ შემოქმედებით წარმატებებს უსურვებს. აი ეხლა ხო ამ ხელოვაში კაცები მე ვერ წარმომიდგენია რომ გურიკა ცუდის აი და რაღაცა ცუდის სიტყვა აი ვერ წარმომიდგენია იმდენად აი ესეთი გარემოში გაიზარდა თბილგარემოშიც გაიზარდა თვითონაც თბილის ზრდილი ბავშვი იყო ამავე დროს ძალიან ვაშკაცურიც არის ძალიან ვაშკაცურიც არის აი ნუცა სკოლა თბილისში რო წავიდა ჩვენ არ გაგვიყოდა სხვათა შორის დამოუკიდებლად მიაღწია ყველაფერს. აი ხან გაკვირვებულიც ვარ, ეხლა რო ვფიქრდები, იმიტომ რომ მთელი ბავშვობა მე და გურიკა ერთად გავატარეთ. აი სულთან დავდევდი ყველა კონკურსი იყო თუ კონცერტი იყო თუ მიწვევა იყო, ყველგან თან დავდევდი. ნუცა სკოლაში არ გაგვიყოდა და მიაღწია დამოუკიდებლად ყველაფერს. ძალიან დიდი მადლობელი ვარ მე ამისი რომ გურიკამ აი ეს შეძლო. ძალიან განვიცდით. აი ერთხელ დაგვირეკა თბილისიდან რომ ესაო პირველ სტერეოზე ვარ მიწვეულიო. ხო და ეხლა პირველ სტერეო არაფერი შეხება არ ქონა არც გურიკას არც ჩვენ არაფერი და ნუ მიწვეული სტუმრის სტატუსი და თან ნუცა სკოლაც პარალელურად მიმდინარეობდა იქ. ეხლა ჩვენ აქ მოვემზადეთ დილით სულ ყველანი ეს ჩაწერა, უნდა ჩავწეროთ რაღაცა და ვრეკავთ 9 საკლია 9-ზე იყო უკვე მიწვეულდა 9 საკლია 15 წუთი რომ ტაქსში ვზივარ და მივდივარ რომ და თვითონაც არ იცოდა სადმო მისულიყო ეს ტაქსის მძღოლმა იცოდა ალბათ ხო და ვიცი რა ვქნათ ეხლა ნეტა როგორ მივა და მიუსწრებს და ამ გადაცემას და არ დააგვიანდეს და ხო იცით რა ხო და 9 საათზე რომ ჩაერთო და ნუ დაიწყო იმდენ სტუმრის სტატუსით გურამ პაპუაშვილ გამოსდა გურიკა დინჯად დადინჯებული და ეს კარგი პასუხებიც გასცა. როგორი ის თქვენი თვალის დანახული თავისი ნაკლით და რუსადები? ნაკლით აი რა ვიცი ახლა ბებია ვარ და მაინც უნდა ვთქვა ძალიან ბევრი რაღაცების არ გარჩევა იცის აი სადილების თუ არ მოეწონა იმას არ მიირთმევს არ შეჭავს მე რაღაცას არჩევს აი მაგას უთვლიმე ძალიან დიდ ნაკლად ძალიან უყვარს ფეხბურთი აი ძალიან უყვარს და გულშემატკივარია გულშემატკივარია იუვენტუსის ხო რომ მეც გადამძლია იქით აი ეს დადებით ის თბილი ბავშვია თბილი ბიჭია ძალიან გამგონი არ შეგაწუხებს მომთხოვნი ბიჭი არ არის
აი რა ვიცი, ვცდილობს რომ ჩვენ გვასიამოვნოს. თუ რაღაცაზე, აი რაღაცა არ გვესიამოვნა მაგისაგან გაუჯარდით, აი უხმაუროდ გავა თავის ოთახში. არ შეგვეპასუხება. არც მე, არც მამამისი, ახლა მამამის უფრო სიმკაცრეს იჩენს ხოლმე, რომ ან არ დააგვიანოს, ან რაღაცა სულ დარეკოს სადაც არის და ასეც აკეთებს და აი რომ დარეკავს აქ ხაბარ და აბა ჩქარაგურიკა ჩამოდი, ახლა მაინც არ დააგვიანო რაღაცა კიდე. თუ საყვედურების მამამისმა უხმაურთ, აი უსიტყვოდ ხმას არ შეუბრუნებს სიტყვას არავის, შევა თავის ოთახში. ხანდისხანი რაღაცნაირად შემეცოდება ხოლმე მეც ვაიმაგრე. ახალგაზრდა მომღერალს წინ დიდი გზა აქვს გასავლელი. მისი დიდი სურვილია გააგრძელოს სიმღერა. იგი აუცილებლად ჩაწერს კომპოზიტორი ლირიკონებსა და სპეციალურად მისთვის დაწერილ სიმღერას. იანვრიდან დაიწყებს კლიპზე მუშაობას. ტელეკომპანია იმედი იზრუნებს კლიპის გადაღებაზე. სიმღერა კი სანის ხმის სტუდიაში ჩაიწერება. გურამი თავის მეგობრებთან ერთად აგრძელებს ტურნეს საქართველოს მასშტაბით. გორში უკვე ჩაატარეს კონცერტი, საკმაოდ წარმატებულად. შემდეგ ასეთივე სახის კონცერტი ჩატარდება ქუთაისში და ასე შემდეგ. სამომავლო გეგმებში შედის ტელეკომპანია იმედმა გალა კონცერტზე გამოაცხადა ხმამაღლა რომ ჩუქნის კლიპს რომლის სიმღერასაც დასწერს ლილი კონემსაძე და ტელეკომპანია იმედი ამ სიმღერაზე გადაიღებს კლიპს და თვითონ სიმღერა ჩაიწერება სანო სტუდიაში. და როდის განხორციელდება? ახლო მომავალში შეიძლება იანვრის თვიდან უკვე კლიპზე მუშაობა დაიწყოს. ჯერ სიმღერაზე. სიმღერა ჩაიწერება დამუშავდება ყველანაირად და მე ალბათ იანვარში ალბათ სიმღერა ჩაიწერება და გაზაფხულზე უკვე კლიპის გადაღებაზე ვისროლებ. იქნება წარმატებები, ხუხარი აპლოდისმენტები, ღიმლი და უდიდესი სიყვარული. სითბო, რომელიც მაყურებელს ახლავს მისი სიმღერის მოსმენისას. ჩვენი გადავრჩენია ახალგაზრდა ნიჭიერ მომღერალს შემოქმედებითი წარმატებები და ხალხის დიდი სიყვარული უსურვოთ. რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს მე ყველა სიმოტრფიალება ჩემი სიყვარულის დიდო ღმერთო მე დღითი დღე შენი თრფობა მკლავს გავადრო და მოუყვებით შვილებს რომ სიყვარულს დიდი ძალა აქვს დაიცოდე მეყვარები ისევ დამიბრუნდი ძირფასი ტელემაყურებლებო, ამით ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახავ და ერთ კვირაში კვლავ შევხვდებით ერთმანეთს თქვენთვის საინტერესო პიროვნებას წარმოგიდგენთ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, ნახვამდის.